მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ძვირფასო ტელემაყურებლებო, გადაცემა ეკონომიკა და პოლიტიკა დღეს ობიექტივის სტუდიაში წამყვანი მე მიხეილ ჯიბუტი წარმოგიდგენ დღეს სტუმრად საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს ბატონ გია თოფურიას. ჩვენთან სტუდიაში მუშაობის წესი თქვენთვის ცნობილია. ტელეფონი შეგახსენებთ 2-388-105, 2-388-105, Skype-ით ობიექტივი. საქმე იმაშია, რომ თემები, რომელიც ჩვენ ერთი კვირის წინ ამ დროს ბატონ გიასთან შეხვედრის დროს წამოვწიეთ, ძალიან ბევრი ადამიანის ინტერესის სფეროს შეეხო, ბევრი დაგვიკავშირდა და იყო ასეთი თხოვნა ამ საუბრის გაგრძელებასთან დაკავშირებით. მე თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ეს საკითხები ეხება ჩვენს იმ გამოცდილებას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველ თვეებში, პირველ წელიწადს ჩამოყალიბდა საქართველოში, რომელსაც დღესაც აქვს აქტუალური მნიშვნელობა. თემა თავისთავად რთულია, ისტორიული, ეკონომიკური ასპექტებია წინა პლანზე წამოწეული, შეიძლება დღევანდელობის აი ესეთი ემპირიულ მიმდინარეობას ცხოვრებისას ის მთლიანად აი ასეთ კონტექსტში არ ეწერებოდეს, მაგრამ აღმოჩნდა ძალიან დიდი აუდიტორია ადამიანებისა, მეცნიერების, ისტორიკოსების, პოლიტიკოსების, რომელთაც ეს დარჩა და აღმოჩნდა ძალიან საინტერესო, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღეს ეს თემა ისევ გაგვეხილა. მოგესალმებით ბატონო გია. დიდი მადლობა, რომ ასე ზედიზედ გამოეხმაურეთ ჩვენ თხოვნას. თქვენ თუ გახსოვთ და მე შევახსენებ კიდევ ერთხელ ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს, რომ საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც საბჭოთა კავშირიდან საქართველოს სახელმწიფოებრივი გამოყოფა ხდებოდა, ეს არ იყო მარტივი აქტი, იმიტომ რომ თვითონ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა ეს იყო კვაზი ფორმალური სახელმწიფო და მას ბევრი სახელმწიფოებრივი ნიშანი, ბევრი სახელმწიფოებრივი სისტემა, ბევრი სახელმწიფოებრივი მექანიზმი არ გააჩნდა. ამით დაუშვათ საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნები განსხვავდებოდნენ იმავე საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ მყოფი, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისაგან, პოლონეთისაგან, ჩეხეთისაგან, ჩეხოსლოვაკიისაგან, უნგრეთისაგან, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ რეალური სახელმწიფოებრივი მანქანა, რეალური სახელმწიფოებრივი სისტემა და საქართველოს ეს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მას რეალური ფუნქციონირებისათვის არ ჰქონდა ისეთი, რომ წარმოიდგინოთ სხეული, რომელსაც არ აქვს სისხლძარღვთა სისტემა. და ერთ-ერთი ასეთი არ ჰქონდა თავისი საბანკო სისტემა, არ ჰქონდა მისი ფულადი სისტემა და სხვათა შორის არ ჰქონდა ჩვევებიც უკვე დაკარგული ჰქონდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფუნქციონირების, მენეჯმენტი, ბიუროკრატიაც არ ყავდა, რომელსაც შეეძლო დამოუკიდებელი სახელმწიფოს მართვა. აი ესეთ პირობებში და ჯერ კიდევ არ გარდაცვლილი საბჭოთა კავშირის პირობებში საქართველოში დაიწყო მტკივნეული პროცესი საბჭოთა კავშირის სისტემიდან გამოყოფისა და სწორედ ამ პერიოდზეა საუბარი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ 1990 წელს ეს ჯერ საბჭოთა კავშირს პრინციპში არაფერი არ ემუქრება. ამ პერიოდში საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელშიც მრავალპარტიული პარლამენტი შეიქმნა, თუმცა წარმართველი ძალად ჩამოყალიბდა მგვალი მაგიდა ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, ხელმძღვანელობით და ეს პერიოდი უკვე მთელი ერთი წელიწად ნახევრის განმავლობაში დაწყებული ოქტომბრიდან უკვე საბჭოთა კავშირის დაშლამდე 91 წლის დეკემბრამდე ეს იყო ხელისუფლება, რომელიც იბრძოდა აი ამ დამოუკიდებლობის შესაქმნელად. ჩვენ რომ არ დარჩეს ისე, რომ ეს მარტო საბანკო სისტემა იყო. ყველა საკუთრება მსხვილი ობიექტი, რაც საქართველოში არსებობდა, საქარხნო იყო ეგრეთ წოდებული საკავშირო დაქვემდებარების. ამიტომ, როდესაც ვლაპარაკობთ, როგორ შეიქმნა მაგალითად დამოუკიდებელი ქვეყნის ფუნდამენტი
რომ ჩამოყალიბდა ამ თუნდაც 1 წლის განმავლობაში ძირითადად ჩამოყალიბდა ეს იყო არა მარტო სხვა მექანიზმები, არამედ იყო საკუთრების სისტემაც, რომელიც მოხდა საბჭოთა კავშირის საკუთრების წამოღება და მისი გადაქცევა საქართველოს საკუთრებად. მე პარალელისათვის მაინც ვიტყვი, რომ ჩვენ ხშირად ვიხსენებთ 18-21 წლებს როგორც გამოცდილებას. 18 წლისათვის საქართველოს საფუძველი, ეკონომიკური საფუძველი, რასაც დაეყრდნო იმდროინდელი ხელისუფლება, ეს იყო ის, რაც სათავადაზნაურო და ბანკის მემკვიდრეობა, სათავადაზნაურო ქონება და ის ქონება, რომელიც ქონდა მიმაგრებული, ან რომელსაც ხელმძღვანელობდა ილია მართლის დიშვილი, აი სწორედ იმის გადაცემის საფუძველზე შეიქმნა ის პირველი ბაზა, ასეთივე ბაზა შეიქმნა ამ პერიოდში. ბატონო გია, მე ახლა რეგალიებს არ მოვყვევი, ბატონი გია თოფურია, პროფესორი, ეკონომისტი და ამ საოცარ პერიოდში თითქმის ყველა აქტიური და მონაწილე მისი პირველი ასე ვთქვათ რიგის გადაწყვეტილებებში მონაწილე დაწყებული 90 წლის ოქტომბრიდან და განსაკუთრებით უკვე 91 წლის ოქტომბერში, როდესაც ის იყო საქართველოს ეროვნული ბანკის შემქმნელი. მე მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ, ბატონო გია. ესე იგი, გავიდა თითქმის არჩევნებიდან 1 წელი, როდესაც ეროვნული ბანკი შეიქმნა. მანამდე ის იყო საბჭოთა კავშირის საქართველოს ეროვნული ბანკი, ეს იყო დამოუკიდებელი უკვე ორგანო, თუ მანამდე ის იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, შემადგენელი ბანკის როგორც კანტორა. მე მინდა ეს მაყურებელს და მსმენელს ზოგადად უთხრათ, რატო გაიგრძელდა ეს პროცესი დაუშვათ 91 წლის ოქტომბრამდე და რატო ეს არ შეიძლება იანვარში მოხდარიყო, თებერვალში, თუ ის დაკავშირებული იყო ამ გარდამავალი პერიოდის რაღაცა ნიუანსებთან. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. მივესალმები მაყურებელსა და მსმენელს. საკითხი ურთულესია ისევე როგორც თავად პრობლემა. მით უფრო იმ მომენტისთვის ეს პრობლემა იყო უმძაფრესი. უნდა გითხრათ, რომ თქვენ თავად მოგეხსენებათ საბანკო სისტემა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ფაქტობრივად პირველი სისტემა იყო, ეკონომიკურ-ფინანსური სისტემა, რომელიც მკვეთრად და საკმაოდ სოლიდურად, სისტემურად დაადგა დამოუკიდებლობის გზას. როგორც სამართლებრივად, იურიდიულად, აბსოლუტურად გამართული კანონმდებლობით მაშინდელი დროისთვის. კი არა, ეხლაც კი საშუალია დღევანდელი გადასახედიდან ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მაშინ შეიქმნა თავის სტრუქტურული ქვედანაყოფებით, უკვე დე-ფაქტო რეალური ინსტიტუციებთან ერთად და მთელი ქსელებით. მართლაც უკვე აი პირველივე თვეებში დაფუძნებიდან ეს იდეა თავისთავად, რაც შეეხება უშუალოდ თქვენს შეკითხვას, ერთ-ერთ ასპექტს თქვენი კითხვისა, ეს იდეა უცაბედად არ მომწიფებულა. ჯერ ერთი თვითონ გახსოვთ ალბათ საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდში, ეგრეთ წოდებული პერესტროიკის დროს, როდესაც მარწუხები ეკონომიკური სახელმწიფო ოდნავ მოუშვა ეგრეთ წოდებული ეკონომიკური დემოკრატიზმის პრინციპები ამუშავდა, კოოპერაციული მოძრაობის გააქტიურებით დაიწყო გახსოვთ უთუოდ ეგ პერიოდი და იმ პერიოდში კოოპერაციულ საწარმოებთან ერთად გაჩნდა პირველი ორგანიზაციული ფორმები საზოგადოდ. მე ახლა ორი სიტყვით მინდა შევეხო თვითონ კლიმატს, ეკონომიკურ კლიმატს. ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმები გაჩნდა უკვე ახალი უცხო მაშინდელი საბჭოთა კავშირისთვის, მანამდელი საბჭოთა კავშირისთვის, კონცერნები და ასე შემდეგ, კოოპერატივები თავისთავად და საკმაოდ აქტიურად დაიწყო ამაზე მუშაობა და
მთელ საბჭოთა კავშირს მოედო ეგ საქმიანობა სამეურნეო ანგარიშიანობის პრინციპები და სამეურნეო მექანიზმის გარდაქმნის მოტივი. დიახ, და სწორედ მაგ პერიოდში კარგად მახსოვს და ჩახედული ვიყავი ამ სიტუაციაში. იმ პერიოდში სწორედ მუშაობდი ეგრეთ წოდებული ეკონომიკური რეფორმების და სამეურნეო სრულყოფის კომისია იყო მუდმივი გახსოვთ ჩვენ ქვეყანაში სამთავრობო და ის აქტიურად მუშაობდა ამ საკითხებში. მართალია მიბაძავდა ხშირ შემთხვევაში საკავშირო ცვლილებებს, მაგრამ ბევრ რამეში, ბევრ ნიუანსში კი არა, უფრო მნიშვნელოვან საკითხებშიც როგორც აღმოჩნდა წინ გაუსწრო საქართველოს საერთო საკავშირო მაშინდელ ტენდენციას. ერთი იყო ასეთი საბანკო სფერო. მე გამახსენდა მაინც წინ გაუსწრო განსაკუთრებით ჩვენ გახსოვთ თქვენ საკუთრების შესახებ კანონი. დიახ. საკუთრების შესახებ კანონში აქ დიდი დამსახურება მიუძღვის მაშინდელ მეთაურს მთავრობის ბატონ ნოდარ ჭიტანავას, იმიტომ რომ მე გავიხსენებდი კიდევ ბევრს, მაგრამ მისი მეთაურობით, როდესაც პროლარისტური საკუთრების მრავალი ფორმის შესახებ ჩანაწერი გახდა საბჭოთა კავშირის იმ ტერიტორიაზე პირველად საქართველოს კანონში და ეს იყო და პრობლემურიც იყო. ეხლა მარტივია თითქოს საკუთრება თავისუფალია ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, მაგრამ ეს იყო სერიოზული ერთ-ერთი მთავარი პუნქტი და დიახ თქვენ მიხვედით იმაზრამდე რომ ერთ-ერთი ასეთი მიმართულება იყო საბანკო სისტემა, მაგრამ რატომ ოქტომბერი და რატომ იანვარი არა დაუშვათ. მე კიდევ მინდა გავახსენო და გავართულო ეხლა რომ თქვენ გაიხსენოთ უკვე 1990 წელს რუსეთში დიდი რეფორმა საბჭოთა კავშირში დაიწყო კანონმდებლობა შეიცვალა დიდი რეფორმა უკვე ბანკების კომერციალიზაციის მიმართულებით ამ ფონზე კომერციალიზაციის მიხედვით და მოხდა ისე რომ ჯერ სპეციალიზირებული ბანკები შეიქმნა გართულდა და მათი კომერციალიზაცია მოხდა და გარდაიქმნა მათ გაჩნდა ელემენტები კრედიტის გაცემის და ისეთი დამოკიდებულება არ ქონდა, თუმცა ეროვნულ ბანკზე რჩებოდნენ ისინი დამოკიდებული. პატრონაჟი იყო ეროვნული ბანკის, მაგრამ გაუჩნდათ კომერციული შესაძლებლობები კომერციული საქმიანობის. ეს იყო პირველი, უკვე იქ 90 წელს დამთავრდა. და ჩვენთან ეს ეროვნული ბანკის შექმნა წინ უსწრებდა თუ ამ ბანკებმა ავტომატურად გადმოვიდნენ ჩვენ საქართველოს მაშინდელ ტერიტორიაზე. მე მგონი რაღაცა წვეტასაც ქონდა მაგ ადგილი ამ. დიახ, ეხლა მოგახსენებთ, სწორედ ამ საკითხს შევჩერდი და მოვდიოდი ამ საკითხის მოხსენებისკენ. ესე იგი საწარმოები სხვადასხვა სფერო, მათ შორის კანონმდებლობა ეკონომიკური, თქვენ ბრძანეთ საკუთრების კანონი, უდავოდ ეს შესანიშნავი ნაბიჯი იყო. ადგილობრივი თვითმმართველობის კანონიც კი საკმაოდ ორიგინალური შემოვიდა მაგ დროს, იჯარის შესახებ გახსოვთ, ალბათ მესამე კანონი იყო და აი ამ მოძრაობას მთლიანობაში მოყვა ის რომ საქართველოში გარდა კოოპერატიული მოძრაობის კოოპერატივებისა გაჩნდა პირველი მერცხალი კიდევ აი ეს კონცერნები და სხვადასხვა შორის ერთ-ერთი უშუალოდ დამფუძნებელიც გახდით. ამისი გაჩნდა კონსორციუმი კოლხა, რომელიც ერთ-ერთი პიონერი იყო საქართველოს მერე აღიარებულია ტრასეკას ხაზის სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის, ტურისტული ქვეყნის ფუნქცია, აი ეს ახალგაზრდების ჯგუფი იყო, რომელმაც უნიჭიერესი და ძალიან აქტიური, რაციონალისტური, პრაგმატული გაგებითაც რომლებიც მოიფიქრეს ეგ სქემა, ერთობლივად კოლექტიურად დავხვეწეთ მერე დავაფუძნეთ და უკვე პირველი ნაბიჯებით გადავარდა ასეთ პროექტში შემდეგ. დიახ, ეს იყო 99 წელს, ბატონო. აი ეს ნაბიჯები უკვე იყო. პარალელურად, სწორედ ამის თქმა მინდა, ამის მომზადება მინდოდა მცვენელის და მაყურებლის, აი ამის სათქმელად, რომ პარალელურად მარცვლები მთელ საბჭოთა კავშირში და მათ შორის საქართველოში წოდა მოგვიანებით გაჩნდა პირველი კომერციული ბანკები, კოოპერაციული ბანკები და აქციონერული და შპს ფორმით და ასე შემდეგ. 91 წლისთვის უკვე საქართველოში
10-ზე მეტი ძალიან პატარა, მაგრამ კომერციული ბანკი არსებობდა. პატარა თავისი ბრუნვით თუ რა გახსოვთ ალბათ. ეს 91 წლის განმავლობაში ბატონო გია უკვე სანამ თქვენ გახდებოდით პრეზიდენტი, მანამდე უკვე არსებობდა. არსებობდა ეს პატარა ქსელი იყო, ძალიან პატარა ხვედრი წილი ჰქონდა ამ კომერციული ბანკებს. იმიტომ რომ ამ პერიოდისათვის ბანკი და ესენი გახსოვთ ალბათ. ამ პერიოდში ჩვენთან ჯერ სააქციო საზოგადოების შესახებ კანონი არ იყო. არა. იყო კოოპერაციის შესახებ კანონი და ამ კანონის ბაზაზე, ხო? ამ კანონის ბაზაზე უფრო მეტად, კი ბატონო, მესმის რატომ მკითხეთ, სააქციო საზოგადოებების ფორმით არ იყო ჯერ. კოოპერაციის ფორმით. ეს იყო ალბათ უფრო მეტად მხოლოდ კოოპერაციის ფორმით იყო ეგა ჯერჯერობით. მაგრამ საკმაოდ აქტიურად ამუშავდა ეს ბანკები. რა თქმა უნდა, იმ სფეროში რაც ხელმწიფებოდა და რა რესურსიც გააჩნდათ, როგორც პერსონალის მხრივ, ისე ცენტრალური ბანკი ჯერ კიდევ რჩება საკავშირო. ამ დროს აი ეს იყო საკავშირო ტენდენცია და როგორც კი გაჩნდა ეს ბანკები, ჩვენშიც გაჩნდა ეს პირველი ყლორტები და რა თქმა უნდა, მათი რეგულირება უნდა განეხორციელებინა ცენტრალურ ბანკს. საბჭოთა კავშირის და მის რესპუბლიკურ ბანკს, ანუ ფილიალს, კანტორას, ანუ სახელმწიფოებით საქართველოში, რომელიც არსებობდა იმ დროისთვის. მაგრამ ეს რეგულირება იყო ძალიან ხისტი, ისეთი არა, როგორც მე შემდგომში ჩამოყალიბდა 91-ში ეროვნული ბანკი, ანუ ცენტრალური ბანკი, ან როგორიც ეხლა არის, უბრალოდ როგორიც ეხლა უნდა იყოს დიდი პოლიტიკური ამ სამთავრობო ზეგავლენებისგან თავისუფალი, მე მართვაც მოგეხსენებათ, შეიძლება ხისტი მართვით იყოს, შეიძლება რეგულირების სხვადასხვა ფორმით, ლიბერალიზაციის დონემდე, ან ძალიან ლიბერალური. მაინც დავაზუსტოთ ერთი რამ, რომ მაგრამ ამ ბანკების სეგმენტი იყო ალბათ ძალიან ცოტა, იმიტომ რომ ძირითადი ეკავათ სახელმწიფო ბანკს და თვითონ სახელმწიფო ბანკის ეროვნულ ბანკსაც და სხვა სახელმწიფო ბანკსაც ჰქონდა თანაბარი ფუნქციები და ისინი იყვნენ აბსოლუტურად მას მისი კლიენტურა ყავდა და მათ შორის ეროვნულ ბანკსაც. ეს არ იყო მარტო წმინდა ბანკთა ბანკი. როგორც წესი, აი ეს ბანკები კომერციული, რომელსაც ძალიან მცირე სეგმენტი ეკავათ, მცირე სექტორი ჰქონდათ, მათი კლიენტები, ძველი ბანკების კლიენტები იყო ძალიან ცოტა. ეს იყო ახალი კოოპერატივები და ისე ახალი ორგსტრუქტურები იყო უმთავრესად მათი კლიენტები, უმეტესწილად და სავაჭრო ობიექტები. ამიტომ შესაბამისად მცირე იყო მათი ხვედრი წილი საბანკო საქმიანობის მთლიან ბრუნვაში, მაგრამ მზარდი. და შემდგომ უკვე 91 წლიდან უკვე მათ პარალელურად სახელმწიფო ბანკები რომელი იყო აი 91 წლის დასაწყისიდან იყო ეს საბჭოთა კავშირის სათავო ბანკი, ხო? და მისი რესპუბლიკური კანტორა და ამავე დროს იყო სახელმწიფო ბანკები. იყო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო, ანუ დღევანდელი სიტყვებით ცენტრალური ბანკი, სახელმწიფო ბანკი, რომელიც არეგულირებდა ამ სისტემას და მას ჰქონდა საქართველოში თავის კანტორა დავარქვათ ამას, რესპუბლიკური ბანკი ერქვა ოფიციალურად. მისი განყოფილება იყო საქართველოში. ხო, საქართველოში მისი კანტორა ან ფილიალი. ის არეგულირებდა ამ სისტემას, არეგულირებდა იმ რეგულირების მექანიზმები დაუხვეწავი იყო, იმიტომ რომ ბანკებს უფლება არ ქონდა, ინსტრუქცია იყო და მოქმედებდა. ეს იყო არავითარი რისკი და არავითარი გადახვევა იქიდან. აი ყველანაირ განაკვეთსაც, საკომისიო ნიხსაც, ყველაფერს ინსტრუქციით გაწერილი იყო. ეს იყო პირდაპირი მართვა. ეს რეგულირება ნაკლებად შეეხება ამას და შეეფერება. პირდაპირი მართვა იყო, ხისტი მართვა. მიუხედავად ამისა, ეს პირველი ყლორტები გაჩნდა. არსებობდა ამავე დროს, როგორც სახელმწიფო ბანკი არსებობდა და ის არეგულირებდა, ასევე იყო ის ბანკები, კომერციული ბანკების შექმნამდეც კი, იმ პატარა ყლორტების შექმნამდეც კი არსებობდა დიდი, ჩვენში არსებობდა 5 დიდი ამათ ერქვათ სპეციალიზებული ბანკები. აგრომრეც ბანკი, მრეწუნშემ ბანკი, ბინსოც ბანკი, შემნახველი ბანკი და ექსიმ ბანკი. ანუ საგარეო ვაჭრობის ბანკი ასე ერქვა.
ვითიბი დღევანდელი აი ჩვენს ტერიტორიაზე არსებული ისი ცენტრალური ბანკი შენარჩუნებულია რუსეთში. ეს ის ვითიბი აღარა. რუსეთში. ნუ იმ ბაზაზე აღმოცენებულია და მნიშვნელოვანწილად იმ სტილით მუშაობს. რა თქმა უნდა ის კომერციული. ჩვენ კიდევ რომ არ გაგვექცეს აზრი ერთი ასეთი კითხვა Skype-ში მსმენელია და გისმენთ ზანეთ გამარჯობათ ბატონო მოგესალმებით პირველ რიგში დამყვანსაც და გამარჯობათ გისმენთ და ყველაფერში გეთანხმებით და მე 56 წლის კაცი ვარ და იმ თაობას ვეკუთვნი რომელმაც განათლება და კომუნისტების და საბჭოთა პერიოდში მივიღე და წამყვანს თქვენ ბოდიშით რა სახელი დამავიწყოთ მიხეილი და ბატონი გია ბატონო მიხეილ თქვენ გიცანეთ და ყოველთვის პატივს გცემდით ახლა ბევრი ვარ მოგაბეზრდ ჩემი ლაპარაკით თქვენ ლაპარაკში გაიჟღერა ბატონი ჭითანამას გვარმა და სად არის ახლა რამეს თუ მოღვაწეობს და კიდევ ერთი პატარა მონოლოგივით მინდა გითხრათ რომ საშინლად მიყვარს მე ჩემი ქვეყანა მე მთელი ჩემი ცხოვრება დასული ვიყავი ესეთი კომუნისტების დროსაც ახალგაზრდობა მქონდა და სულ დავდიოდი და ტურისტი ვიყავი და სპორტსმენი ვიყავი და ქართულ ხალხზე საუკეთესო არ არსებობს ამ ქვეყანაზე მაგრამ მიგვირს ხოლმე რა ეს ხალხი ამ ფულმა როგორ გააგიჟა კაცო ამაზე კარგი ქართულ კაცზე კარგი რუსულად რო თქვა კაპიტალოვლაჟენია არ არსებობს რა არ არსებობს დიდი მადლობა ზარისთვის დიდი მადლობა თქვენ ჭირებთ ბატონი ნოდარი კარგათაა ჯანმრთელადაა არის პროფესორი აქვს პედაგოგიური პრაქტიკა არ დაგიმალავ და გავამჟღავნებ რომ მას შევთავაზე მაგრამ ის მოსაზრებების გამო საჯარო სატელევიზიო გამოსვლებიდან თავს იკავებს თუმცა ვიწრო ჩვენ სამეცნიერო აუდიტორიაში არის ძალიან აქტიური წერს ბევრს და კარგ წიგნებს დიდი მადლობა იმისათვის რომ ჩვენ მართლაც სენტიმენტალიზმის სათვის სამწუხაროდ ხშირად ვერ ვიცლით თუმცა რა თქმა უნდა ერთმანეთის სიყვარული და საქართველოს სიყვარული არის უპირველესი თუმცა ახალგაზრდებს უნდა აუხსნა და უნდა უთხრათ იმიტომ უბრუნდებით ამ ისტორიას რომ თუ რა ფასეულობაა დამოუკიდებელი საქართველო ეს ჩვენი შვილებისათვის არის მოცემულობა ეს თქვენთვის და ჩვენი უფროსი თაობისათვის არის შედეგი და ჩვენი წინა ათეულობით თაობისათვის არის მათი ნაცხოვრების შედეგი სამწუხაროდ ამ ფასეულობის შესახებ ჩვენ ტრაფარეტული აი თუნდაც სადღეგრძელოებიც კი არა გვაქვს ჩამოყალიბებული რომ საქართველოს რომ დღეს არის დამოუკიდებელი აი ხომ გვაქვს ტრაფარეტული სადღეგრძელო მშობლების სადღეგრძელო წასულების სადღეგრძელო გმირების სადღეგრძელო აი საქართველოს რო არის დამოუკიდებელი დღეს ამ ფასეულობის ვერ მოვასწარით იმდენად თულად მიდის ეს 20 წელიწადი რომ ვერ მოვასწარით სადღეგრძელო შექმნაც კი და ალბათ უნდა შეიქმნას ზარია სტუდიაში და კიდევ მოусვინოთ ბატონო გია რომ არ დავკარგოთ ამავე დროს ჩავინიშნოთ ჩვენი ღერძი შეკითხვის დიახ ზანეთ სტუდიაში ზანდებით ბოდიშით რო გალოდინეთ Skype-ით საუბრობდით ზანეთ მოგესალმებით მე ესეთ შეკითხვა მაქვს რამდენადაც თქვენი სტუმარი იმ პერიოდში იყო სახელმწიფო ბანკის პრეზიდენტი რამდენად საქმის კურსია და თუ შეუძლია გითხრას აი ეს ჩვენი ანაბრები რო იყო რუსული ფულზე შეტანილი მაგის დროს რამ მდგომარეობაში იყო ხომ აი მე როგორ მოხდა ის აიღო სად გაქრა თუ შეუძლია გითხრას ეს ბუნებრივი კითხვაა ბატონო გია იმიტომ რომ ეხლა მე გუშინაც და ამ ბოლო თვეებში ეს თემა გააქტიურდა რამოდენიმეჯერ მომიწია გამოსვლას და ერთი რამ დავინახე რომ ხშირად ემოციურ ფონზეა ჩვენი პროფესიონალებისგან ეს საკითხი მიტოვებული და ელემენტარულად ისეთი საკითხიც კი მაგალითად აი ანაბრებთან დაკავშირებით რომ ეს ფული ანაბრების ფული ფიზიკურად იდო თუ არ იდო სადღაც და მეორე ჩანაწერის სახით
ეს ორი რამ რომ განსხვავებული რაღაცაა და რომ ინფლაცია შეუძლია ეს ჩანაწერი აქციოს ძალიან აი თუნდაც ასეთი გადასახადი მე გავაკეთებ გზას 1 მილიონი რუბლი ისტორიული კონტექსტში იქცა 1 ლარად აი ეს არის ისეთი გასაწერი ისტორია რომელიც მეცნიერება უნდა გავცეთ ამაზე პასუხი და უნდა დაულაგოთ ადამიანს სწორი შეხედულება იმიტომ რომ ამიტომ შეიძლება მაგალითიც მოვიტანოთ დიდი დეპრესიის დროს ზუსტად ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში აორთქდა ფული და ეს შეეხო არა მარტო ანაბრებს ბატონო გია ხო? ეს შეეხო ასევე იმ ფულსაც რომელიც შეიტანა ადამიანებმა დაუშვათ კოოპერატიული ბინარჩენებლობისათვის მაგრამ ეს ამავე დროს შეეხო არა მარტო ამას არამედ შეეხო სახელმწიფოს საწარმოს მიერ შეტანილ ფულსაც ამიტომ ეს კითხვა ჩვენ გინდათ გადავდოთ რომ ძალგვი არ გაგვიწყდეს და ანაბრებთან დაკავშირებით ურთულესი და ძალზე საინტერესო მაგრამ ერთი კითხვას ასეც მაინც დაგისმევთ თქვენ როდესაც ბრძანდებოდით შემნახველ ბანკში ქაღალდზე ანუ აქტივების სახით ანუ ჩანაწერის სახით რამდენი ჰქონდათ ფული დეპოზიტზე ანუ მოსახლეობის მიერ წლების განმავლობაში ხო შეტანილი ეს თითქმის 60-იანი წლებიდან მე მგონი ფულის რეფორმის შემდეგ მთლიანად დაწყებული რამდენი ჰქონდათ ქაღალდზე ან დასაწყისში ან მიახლოებით და რამდენი იყო რეალურად ესე ფიზიკური ფულის სახით იმიტომ ეს თუ ეს არ თქვით მაშინ იმ წუთას დგება ვინ წაიღო ფული 1000 უბედურება და გადატრიალება მოხდა ხო სად იყო ეს ფული იყო ეს ტომრებში ჩაწყობილი თუ აი ეს ძალიან მოკლედ იმიტომ რომ ეს ჩვენ არ გაგვექცეს ეს თემა მე ეს შემნახველ ბანკში მე მუშაობდი გარკვეული პერიოდი შემნახველ ბანკში 91 წელია ეს 91 წელი დიახ შემნახველი ბანკიდან გასული საუკუნის უნდა დავაყო გასული საუკუნის იქიდან სწორედ იქიდან გადამეყენეს ეროვნულ ბანკში და დამნიშნეს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელად შემნახველ ბანკში უნაღდოდ თქვენ რო ბრძანებთ არაპროფესიონალისტვის რო ბრძანებთ მათ გასაგონად ჩანაწერის სახით ანუ უნაღდო რაც მართალია უშუალოდ შეიტანა მოსახლეობამ ეს მაგრამ იმის შესაბამისი ბუნებრივი არც ერთ ბანკში რაც ანგარიშებზეა იმის შესაბამისი შორსა იქიდან ნებისმიერ ბანკში და ბანკის მენეჯმენტი და მართვა სწორედ ეს არის და მათ შორის რაც ანაბრებს შეეხება ცენტრალური ბანკისა და მთავრობის ხელოვნება და მათი პატრიოტიზმი თუ გნებავთ ეკონომიკური და ზრუნვა მოსახლეობაზე პირველ რიგში იმით გამოიხატება რომ როგორი მძიმე დარტყმებიც არ მოაყენოს რეალურმა ობიექტურმა ეკონომიკამ როგორც არ უნდა წავიდეს პროცესები უნდა შეეცადო უნდა შეარბიო ეს ერთ მაგრამ მე კიდევ მიტყვი მაგრამ ნაღდი ფული ნაღდი მესმის რას მეკითხებით ეს პირველი ნაწილი ვახსენებ მხოლოდ თქვენი შეკითხვისა იმის შესაბამისად იგივე ანაბრების სახით ამის წილად თავისუფალი ფული საქართველოში 91 წლის ბოლოსთვის იყო დაახლოებით საბანკო სისტემაში 600 მილიონამდე ხოლო თლიანად ქვეყანაში საბანკო სექტორის გარეთ ეს ვაჭრობის ქსელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ სამნახევარჯერ მეტი ეს ძალიან ოპტიმისტური გათვლებით უბრალოდ პესიმისტური გათვლებით უფრო მეტი იყო რეალურად თუმცა პავლოვის რეფორმამ ბევრი ფული ამოიღო კი რა თქმა უნდა იმან ამოიღო ბევრი ფული მაგრამ ბატონო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უფრო რო თქვით ხელისუფლების და საერთოდ ბანკის ისიცაა მეორე რომ მან უნდა მოახერხოს ფულის ბრუნვა იყოს ისეთი რომ მას არ ჭირდებოდეს ბევრი ფული გაჩერებული ქონდეს ფიზიკურად ესეც არა როდესაც ბრძანებთ ხელოვნებაც ამაშია ამიტომ ფული არ უნდა იდოს ფული უნდა ბრუნავდეს და რაც უფრო დიდია ბრუნვა ფულის მის უფრო ჯანსაღია ეკონომიკა რა თქმა უნდა აი ჩვენში მაგალითად ჩვენში დაახლოებით მსგავსი ღმერთმა აშოროს ჩემს ქვეყანას ჩემს საქართველოს იგივე პრობლემები რაც 92 წლიდან დაუდგა იმ პირველ ურთულეს ხანაში მაგრამ დღეს იგივე პრობლემა დგას სხვა ასპექტით სხვა
კუთხით დღეს ნაღდი ფული არსებობს და ის მოძრაობს და ის ასრულებს უფრო მნიშვნელობას მაშინ როდესაც დღევანდელი ჩვენი სიმდიდრე უნდა იყოს და აქეთკენ მივიდით რაც შეიძლება გრძელი ფული აუნაღდო დანაზოგები. ჩვენ რეკომენდაციებსაც ვთავაზობთ ხოლმე, ნუ ახლა მე ასეთი იდეა წარმომეშვა რომ ჩვენ პრინციპში უნდა ვთქვათ რომ მთელი ეს ისტორია იმის მიმანიშნებელია რომ საერთოდ საბაზრო ეკონომიკის პირობებში არავინ არაფრისაგან არ არის დაზღვეული თუ ის დაზღვეული არ არის. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცეთ ასეთი რეკომენდაცია ალბათ საჭიროა რომ ანაბრები ისე როგორც ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში თუ არა უმრავლესში არის დაზღვეული და დღესაც რო ანაბრები აქვს ადამიანებს შეტანილი ის უნდა იყოს დაზღვეული რაღაცა დონემდე დაუშვათ 10,000, 15,000, 20,000 ლარის ფარგლებში სახელმწიფო დაზღვევა უნდა არსებობდეს რომელიც ამბობს რომ რაც არ უნდა მოხდეს ეს არის დაზღვეული ისედაც როგორც ნორმალურ სიტუაციაში ჩვენ მივისწრაფით რომ დაზღვეული და გადაზღვეულიც და ხო გადაზღვეულიც რომ ეს არ განხორციელდეს ალბათ ჩვენ ეს ჩვენი გადაცემიდან ეს რეკომენდაცია გავიტანოთ შემდეგ ალბათ დასკვნებში თუმცა ცნობილი მწერლების იუმორისტების სატირიკოსების უფრო სწორად უცნობილესის გახსოვთ ალბათ რომ სადაზღვეო პოლისიც არ იძლევა 100%-იან გარანტიას. 100%-იან გარანტიას. აი ხელოვნება და ნიჭმა და დიახ ბატონებია ჩვენ დაუბრუნდეთ ახლა ჩვენ იმ ძირითად ხალხს როდესაც დიახ აი სპეცბანკებს რუსეთში ეს მოხდა ჩვენ დამოუკიდებლობისაგან მივისწრაფით ტარდება რეფერენდუმები საქართველოს მთლიანად აცხადებს და ერთ-ერთი პირველი ამ იმაში და ამავე დროს ის 4 რაც ბანკები თქვენ ჩამოთვალეთ 5 ბანკი სპეციალიზირებული რომელიც რუსეთში შეიქმნა მისი ფილიალები საქართველოსშიც შეიქმნა ხო რუსეთში ესენიც იყო ისევე როგორც საქართველოში იგივე ფორმით იგივე დამოკიდებული როგორც ცენტრალური ბანკი იყო რუსეთში ცენტრალური სათავო და საქართველოში იყო მისი სახელმწიფო რეგიონალური საქართველოს განყოფილება ასევე თითოეულ ბანკს ჰქონდა საქართველოში განყოფილება ეხლა ეს ბანკები თქვენ ეროვნული ბანკის შექმნის წინ რაიმე ტრანსფორმაცია მანამდე განიცადეს თუ არა? ერთადერთი იყო ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რაც შევიდა მათ საქმიანობაში, ეს იყო კომერციული საწყისი. აი აქ გავჩერდე და ზარს მოусმინო და გავაგრძელოთ. ზარია გისმენთ ბატონო. გისმენთ ზარზე ვპასუხობთ, გისმენთ არის მის ბოდიშით. დიახ ბატონო გია. ზარი თუ შემოუშვებთ, ჩვენ მზადავართ უპასუხოთ. დიდი მადლობას ვერ შედგა კავშირი. ესე იგი, თქვენ, როდესაც 1 ოქტომბერს გახდით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ამ დროისათვის ეს ბანკები არიან ისევე ფილიალები და ოღონდ კომერციალიზაციის უფრო მეტი ხარისხით ვიდრე იყო მანამდე. რა თქმა უნდა. მაგრამ თქვენ, როდესაც დაიწყეთ ეროვნული საბანკო სისტემის შექმნით ეროვნული ბანკი, ხო? მას საწესდებო კაპიტალი ჰქონდა, როგორ ჰქონდა, რა იყო, კანონი შეიქმნა, კანონი გამოიყენა. კანონით, დიახ, მხოლოდ კანონით განისაზღვრა ეს ვადა დადგინდა საწესდებო ფონდის შექმნის და შედგენის და შევსებისა. დადგენილი ფრთაც განისაზღვრა, რომ ნაწილი ხელახალი ლიცენზირებისაც შეავსებდა იმ საწესდებო ფონდს და კიდე სხვა სახსრებით შეივსებოდა ეროვნული ბანკისაც და სპეციალიზებული ბანკებისაც. და ეს თუმცა ქონება უკვე მათი იყო. და სპეციალიზებული ბანკების საკითხი გადაწყდა ერთობლივად თუ იმათ სამი კანონით. პირველივე 2 აგვისტოს კანონთა პაკეტით და იმ დადგენილებით უზენაესი საბჭოსი 2 აგვისტოსი, რომელიც წინ ახლდა ამ კანონებს იმ დადგენილებით შევიდა ძალაში ეს კანონები, განისაზღვრა ვადები და ეროვნული ბანკის და სპეცბანკების შექმნა პარლამენტმა გადაწყვიტა და ამ დადგენილებით განისაზღვრა და ჩაიწ იურიდიულად გაფორმდა ამ დადგენილებით და ამის შემდეგ გამოქმედა ეს კანონები. სპეციალური ბანკების შექმნისთვის დაუწესდა ეროვნულ ბანკს ამის ორგანიზებისთვის 3 თვიანი ვადა და სწორედ 3 თვის შესრულებამდე მოხდა ამ ბანკების შექმნა. ეს ბანკები სახელმწიფო კომერციული ბანკების სტატუსით იყვნენ, ანუ საქართველოს მთავრობა იყო 4 სპეცბანკის ექსიმბანკს არ შეხებია ეს ჯერჯერობით, სხვა ჩანაფიქრები გქონდა. რამოდენიმე თვის შემდეგ ზაფხულისთვის 92 წლისა, იქამდე ვერ მივედით უბრალოდ
და 4-ვე ბანკში შესრულდა ეს შექმნა სამთავრობის დაფუძნებული სახელმწიფო კომერციული ბანკების. ეს იყო შემნახველი ბანკი, ბინსოც ბანკი, აგრომრეც ბანკი და მრეწშემ ბანკი. თვითონ სახელწოდებებიც გვეუბნება ბატონო მიხეილ, აქ ერთი დიდი საყურადღებოა დიდად ერთი მომენტი, რომ თვითონ ეს ბანკები, რომელიც საბჭოთა კავშირში არსებობდა და გადმოვიდა უკვე საქართველოს საკუთრებაში, სახელწოდებებიც ამბობს ამ ბანკებისა, რომ ამათ ბაზარი მაშინ საბჭოთა კავშირის პირობით იყო ეს ბაზარი, დღევანდელი გაგებით არ იყო, კლიენტურა ჰქონდა სექტორირებული, დიახ. აგროსექტორს აგრომრეც ბანკი, აგრო და გადამამუშავებელ აგრო კომპლექსს ემსახურებოდა აგრომრეც ბანკი, მშენებლობას და ასე შემდეგ დარგებს, სამრეწველო დარგებს და გადამამუშავებელს მრეწშემ ბანკი, ვაჭრობას და საყოფაცხოვრებელ მომსახურებას და სოციალურ სფეროს ბინსოც ბანკი, ხოლო შემნახველი ბანკი მუშაობდა მოქალაქეების ანაბრებს. აი ეს იყო მათი სპეციალიზაცია თითქმის 100%-იანი ბოლოს კომერციალიზაციამდე. ეხლა თქვენ შეცვალეთ პოზზე პირობითად ასე უწყვეტობისათვის ბატონი გიზო პატეიშვილი, ხო? ბატონი ვლადიმერ პატეიშვილი იყო უფროსი საქართველოს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის რესპუბლიკური ბანკისა. სხვა და ამ სპეციალიზებულ ბანკებში ცვლილებები ამ სპეციალიზებულ ბანკებში დიახ და ისინი დაინიშნენ უკვე თუ იმ 3 თვის პერიოდის შემდეგ თუ როგორც დაასტა როგორც კი 2 აგვისტოს საკანონმდებლო პაკეტით განისაზღვრა 3 თვიანი ვადა 3 თვიანი ვადის აღსრულებამდე ეს იყო ნოემბრის თვე შეიქმნა ეს ბანკები მთავრობის ხდომაზე წესდებები ძირითადი თანმდევი მასალა იმ წესდებებისთვის სადამფუძნებლო აქტი და ასე შემდეგ ეს ფორმალობები იურისპრუდენციისთვის არსების ჩვენთვის ფორმალური საზოგადოდ აი ეს 4-ვე პაკეტი მთავრობის ხდომაზე გავიდა დიდი მუშაობა ჩატარდა ამის გამო საკმაოდ ბევრი თავისუფლება და ისეთი ოპერაციების უფლება მიეცათ აი პრინციპულად დღევანდელი საბანკო საქმიანობისგან არ განსხვავდებოდა ჩამოწერილი მათი საქმიანობის უფლებები და უკვე აქტიურად შეუდგა ყველა ბანკი ამათ განხორციელებას მაშინათვე ჩამოყალიბდა ამ 4-ის კოლოსის გიგანტის ეს ამ ბანკებზე მოდიოდა მთელი საბანკო ფულადი საკრედიტო ურთიერთობების და ბრუნვის 95%-ზე მეტი ბატონო მიხეილ. ანუ ეს ფაქტობრივად ეს ბანკები იყო. და შეიცვალა ტოპ მენეჯმენტი, უმაღლესი მენეჯმენტი სრულებით. ნაწილობრივ გადახალისდა, მაგრამ 9/10 განახლდა 9/10. და ვინ იყო პირველი პირი? ხოლო შიგნით ის კოლექტივები, ასე უწოდებთ ხოლმე, ვინც უშუალოდ მუშაობდა ბანკებში პროფესიონალები, ისინი ყველა დარჩა, რა თქმა უნდა, არც ძალისხმევა ყოფილა, არც ნება, არც მთავრობის და არც ბატონი პრეზიდენტის, ბატონი ზვიადის, მით უფრო რომ იქ რამე ხელოვნური ისეთი ასე ხელმოწერით ყველა განცხადებით არ წასულა არა, იქ მოხდა გუნდის მოსვლასთან დაკავშირებით. აქ მოხდა ამ ბანკ გაუქმება იმ ყოფილი SSR-ის ბანკებისა, ანუ მოხდა ლიკვიდაცია და ხელახლა. და პირველი პირები გახსოვთ იდადის. დიახ, და სხვადასხვა შორის ბევრი შერჩა ის და საკმაოდ ძლიერი გუნდები ჩამოყალიბდა ტოპ მენეჯმენტში, მათ შორის ახალი სახეებიც იყო საბანკო სისტემისთვის, მაგრამ გამოცდილიც იყო, მცოდნეც და ასე შემდეგ ჩვენ შევეცადეთ რომ კანდიდატურები შერჩეული იყო აი შევახსენოთ საზოგადოებასა და სწორედ ამ პროფესიონალიზმის და რაც მთავარია ეს ბატონი ზვიადის პრეზიდენტის უპირველესი მოთხოვნა იყო ამ ხანისთვის მე დამავიწყდა ბატონო მიხეილ არ შევეხე და აი ახლა მომაგონდა რომ სხვათა შორის იმ კომერციალიზაციამ საბანკო სისტემის და ამ არეულობამ პერესტროიკის ბოლო პერიოდისა საბანკო სისტემა როგორ თქვათ არ გაურყმია, მაგრამ პირველი ნიშნები გაჩნდა. არა წესიერი, არა ეთიკური ქცევებისა,
კრიმინალურიც ხშირ შემთხვევაში მეხტამეობა იმატა ძალიან მაღალ დონეზე და უპირველესი მოთხოვნა ბატონი პრეზიდენტის იყო რომ ურთულესი სფეროა თავის სპეციფიკით ეცნოდა შესანიშნავად ბანკის მნიშვნელობაც ამის პირველ ეტაპზე შექმნის მნიშვნელობაც ესმოდა და ის რომ აუცილებლად უნდა შეცვლილიყო კარდინალურად სტილი და ბანკს ემუშავა სუფთად მაქსიმალურად სუფთად აბსოლუტურად ამას ვერ შეძლებდა ვერავინ ყოველთვის არის გამონაკლისი იცით თქვენ მით უმეტეს როცა სისტემა ინგრევა მაგრამ მე მგონია რომ ეს საკმაოდ წარმატებით გადაილახა და ამაში პრეზიდენტის ძალისხმევა იყო და პირველი პირები გახდნენ ახლა საბანკო ელიტაში პერსონალიებზე მკითხეთ მე ელიტაში დიახ მოვიდა იქ იყო უკვე ისეთი ხალხიც ვისაც უმუშავია ამ სისტემაში, მაგრამ უპირატესად ახალი ხალხი და კომერციული ბანკებიდანაც იყო უკვე გამოცდილი და აი ამ სამი უმთავრესი პრინციპით, რა თქმა უნდა, სხვა მომენტებსაც ექცეოდა ყურადღება და აი კონკურსის მსგავსად მოხდა ეს განხილვები, ჯერ საპარლამენტო კომიტეტები ხილავდა, არა ერთი, არა მარტო საფინანსო საბიუჯეტო და უნდა მოგეხსენოთ, რომ საპარლამენტი შესანიშნავად მუშაობდა ამ ხრივაც და ჩვენს მაქსიმალურად შეთანხმებულად მუშაობდით. ამიტომ შემთხვევითი არ იყო ეს ხალხი, ბუნებრივია, არც შერჩევის დროს იყო და არც მე. ჩვენ ახლა უნდა დავასახელოთ, იმიტომ რომ მე კიდევ ახალი საკითხები, თორემ დრო დაუნდობლად მიდის. დიახ. ეხლა მოგახსენებთ, არ მიხალტებს მეხსიერება, ეს აღბიჭდილია ტვინში, კარგად აზროვნებაში. ეს იყო შემნახველი ბანკი პირველ რიგში, საიდანაც მე წამოვედი ეროვნულ ბანკში. ბატონი ნუკრი ვახტანგიშვილი, ხელმძღვანელი შემნახველი ბანკის და მისი მოადგილეები მაშინ აი მომენტში დაინიშნენ. ბატონი ესენი მუშაობდნენ, უკვე გამოცდილი მუშაკები იყვნენ ამ სისტემის, მაღალი დონის პროფესიონალები, ბატონი დიზი ტაპატაძე და გუბაზ გოლიაცე. აგრომრეც ბანკში მთლიანად განახლდა ტოპ მენეჯმენტი, უმაღლესი მენეჯმენტი. ხელმძღვანელად დაინიშნა ბატონი თენგიზ ზაუტაშვილი, შემდგომ აი 10-20 წლის უკან ეროვნულ ბანკში ის ხელმძღვანელობდა საოპერაციო სამმართველოს და შესანიშნავად კარგად მისთვის ჩვეულად ხელმძღვანელობდა და წარმართავდა ამ საქმეს. მისი მოადგილე გახდათ ბატონი მარლენ გიორგაძე, რომელიც მანამდე ეს იმავე ბანკში მომუშავე და გამოცდილი პრაქტიკოსი და ახალი იყო ამ ბანკისთვის ბატონი ვალერი შარიქაძე, შემდგომ საქართველოს ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იყო 90-იან წლებში და ბატონი ალიკო დუნდუა, ფინანსისტი, გამოცდილი ფინანსისტი. მრეცშენ ბანკში თავმჯდომარედ ხელმძღვანელად დაინიშნა ქალბატონი ლოლა რობაქიძე, რომელიც მანამდე აგრომრეც ბანკის სისტემაში ტოპ მენეჯმენტში მუშაობდა. მოადგილეებად ბატონი მერაბ კაკულია, ჩვენი კოლეგა და მეგობარი, რომელიც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იყო და საკმაოდ რთულ უბანს შესანიშნავად კარგად ხელმძღვანელობდა მომავალში, აი ბოლო შემდგომში, აი ახლა რამოდენიმე წლის უკან დაანება მან თავი მუშაობას. მე მგონი არა თავის ნებით, მაგრამ ამას არ ახარსებითი მნიშვნელობა ახლა. კიდევ იყო ბატონი დემურ დვალიშვილი, გახსოვთ ალბათ. აღარ არის სოციალური სამწუხაროდ შესანიშნავი გამოცდილი მმართველი და მენეჯერი, ფინანსების შესანიშნავი მცოდნე და ორგანიზატორი, წესიერი პიროვნება. და ბატონი ვიტალი ჩაჩავა. დარჩა მე მგონი მრეც ბინსოცბანკი. ეს იყო ურთულესი უბანი.
და ეს კოოპერატიული ბინადრშენებლობა და ესენი ეს ვაჭრობა, მომსახურების სფერო და სხვათა შორის შემნახველი ბანკის მერე ანაბრებიდან რაც მოხალხეებს შემოქონდათ ნაღდი ფულის დიდი ნაკადი სწორედ იქიდან მოდიოდა და მეორე დიდი ნაკადი ჩვენი ნაღდი ფულის ნიშნებისა მოდიოდა სწორედ ამ ბანკიდან, იმიტომ რომ ვაჭრობის საყოფაცხოვრებო ანუ საცალო ვაჭრობის სფერო თლიანად თითქმის თლიანად ნაღდი ფულის უზრუნველყოფა იყო ეს ორი წყარო ძის ადგილობრივი თუმცა იქ სხვა ოპერაციებით საკმაოდ ძლიერი ბანკი იყო, მაგრამ აი აქ აბსოლუტურად შეიცვალა მენეჯმენტი, ტოპ მენეჯმენტი, სრულიად ახალი სახე და ფიგურა დაინიშნა, ბატონი ჰამლეტ გრიგოლაია, ახალგაზრდა კაცი, შეუპავა არის და ისეთი მებრძოლი ბუნების, შეიძლება სხვა თვისებები ისე მკვეთრად კარგად გამოხატული არ იყოს საზოგადოებისთვის, მაგრამ იმ მომენტში სწორედ ეს თვისებები ჩაითვალა საჭიროდ, რომ წამოგვეწია წინ. მაგრამ მას ზოგს უმაგრებდა გამოცდილი ბანკირები, პირველ რიგში მინდა ვახსენო, უზადო პროფესიონალი და შესანიშნავი მოქალაქე და ქართველი ბატონი გულთას ლაბარტყავა, ამავე სისტემაში მომუშავე, შესანიშნავი ჩვენი პედაგოგიურ საქმიანობაში ჩვენი კოლეგა ახლა სამწუხაროდ აქტიურად არ არის, მას ბევრი და დიდი ღვაწლი მიუძღვის შემდგომში სისტემის განვითარებაში და სხვათა შორის აი ერთ-ერთი ფულის ქუთაისში გამგზავრების საკითხშიც. შესანიშნავი პიროვნება. ბატონი ოთარ მაჭარაშვილი, რომელიც ამავე სისტემაში მუშაობდა, გამოცდილი ბანკირი, ასე რომ აი ეს ორი ძალა კომპენსაციას ახდენდა ხელმძღვანელის პროფესიული გამოუცდელობისა, შეფარდებითი გამოუცდელობისა და მეოთხე ფიგურად ესეც ახალი სახე, ახალგაზრდა კაცი, რომელიც შემდგომში ვფიქრობ ეხლაც VTB ბანკშია, გაერთიანებულ ქართულ ბანკში საკმაოდ დიდი დეპარტამენტის დირექტორი იყო, შემდგომ და ეხლაც აგრძელებს საბანკო სექტორში, ეს იყო ბატონი თამაზ ნადარიშვილი. აი ეს იყო ძალიან საინტერესოა ეს ინფორმაცია და ძალიან ბევრმა გააგრძელა კარიერა და წარმატებებსაც მიაღწია საბანკო სისტემაში და ჩვენთვის პროფესიონალებისათვის ეს ცნობილი სახელი და გვარებია. ეხლა ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს. ეს ბანკები რო ჩამოყალიბდა, ამათ შემდეგ 92-ში რაიმე ტრანსფორმაცია განიცადეს პრივატიზებამდე? თუ ეს თქვენ აღარ მიგიდევნებიათ თვალი. შემდეგ არა, ამათ ოპერაციულ საქმიანობაში არავით არის. ის ჩამოყალიბდა ის სამართლიანი ეს ბანკი ამათ ისე ჩაეყარა საფუძველი, ეს არ იყო მარტო ბატონ მიხეილ რომელიღაც ერთი კაცის მათ შორის ჩემი, ეს იყო კოლექტიური მსჯელობის და პოლიტიკური ნებისმიერი თქვამი და ბატონია, მე ახლა არ მაინტერესებს გადაწყვეტილებისაც კი არა, ესე იგი, ეს კანონით რო გადაწყდა, დამთავრდა და ეს ისე გრძელდებოდა, ვიდრე ჩაქრა მათი სხვა გარდაიქმნა და ტრანსფორმაცია, მე რაიმე დიდი გარდაქმნა მათი არ მოხდა. არა, არც ვერ მინდა, მხოლოდ მე მოხდა მხოლოდ პრივატიზება. ხო, ეხლა ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს მე. აი ეს 91 წლის განმავლობაში 1991 წლის განმავლობაში, როდესაც თქვენ აკვირდებოდით ამ პროცესებს, ესე იგი პირველი რა ნიშნები გახდა? მე ჩამოვთვლი და თუ ან შემისწორით, ან შემივცეთ. ერთი პირველი დაიწყო ინფლაცია. ხო? ძალიან ისეთი მასშტაბური ამ პავლოვის რეფორმების და იმის გამო, როდესაც 300%-იანი ზრდა მოხდა უცებ. შემდეგ მოხდა აი ნაღდი ფულის და უნაღდო ფულის ერთმანეთთან დაშორება, არ გადახდების სისტემა, პრობლემები უკვე, იმიტომ ეს არის სხვათა შორის დგება 31 მარტის რეფერენდუმის დღე და მე ულოცავ ყველას, ვინც მონაწილეობდა და მთელ საქართველოს და ბატონის ზვიადის დაბადების დღე. და მოხდა ეს პროცესები და დაშორდა ხომ ეს პროცესები და იყო ეს სირთულეები. მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთან სირთულეები წარმოგვეშვა არა მარტო ფუნქციონირების და გამოყოფის, არამედ დგებოდა უკვე ახალი ფულის შექმნის აუცილებლობა, ხო? ერთ წუთში მინდა ვთქვა, რომ კომისია შექმნილი იყო, მაგრამ მაშინ ვერ მოვასწარე წინასწარ, ახლაც ბოლო წუთთან მიემგზავრებოდით უკვე? არა, მინდა შეგეკითხოთ. ფულს რა უნდა რქმეოდა? ფულს უნდა რქმეოდა მანეთი. მანეთი და ხურდაფულს? ხურდაფულს თეთრი. თეთრი? მარჩილის თუ მარჩილი ისე იყო კოლხურას ესე იგი უნდა ყოფილიყო მანეთი და თეთრი. საბოლოო ჯამში თეთრი. მანეთი და თეთრი. მანეთი გადაწყვეტილი საკითხი იყო. და ხურდაფული თეთრი.
და ეს მანეთი მე ვახსენე კიდევაც თუ დავწერესა და ეს გონიათ რომ შეცდომით გონიათ რომ ეს წმინდა ქართული ტერმინი და ხო ახლა მაგაზე ჩვენ კამათი იმიტომ რომ ამ კომისიაში მე მეც მოვიწია ფულის იმას და სახელის და ალბათ ერთი გადაცემა ამასაც უნდა მივუძოთ ფულის შემოქმედებთან ერთად როგორ შეიქმნა ვინ იყო იმ კომისიის მთლიანი მასალა ჩვენ ესკიზებიც გზად ქონდა უკვე ბატონი ელგუჯა ამაშუკელის კი ნანახი მაქვს წყალობით და ბატონი გია ბუღაძე ეხმარებოდა მას და მიშა მაყაშვილი იყო ასეთი პარლამენტარი შესანიშნავი პიროვნება ჩვენ ფულის თემას ალბათ შემოღების ერთხელ კიდევ და იმიტომ ბატონი ელგუჯასთან ჩვენ მოგვიწია შემდეგ მუშაობა და ბატონ მალაზოზიანსთან მე ფულთან და კუპონებთან დაკავშირებითაც მთელი ისტორიები ჩვენ ძალიან ცოტა დაგვრჩა დრო შეიძლება სვენელისათვის ეს არ იყო ისეთი ყოველდღიურობის კიდევ იმეორებ ძალიან საინტერესოა მთლიანად ისტორიკოსებისა და თეორეტიკოსებისა და პოლიტიკოსებისაც რომ გაითვალისწინონ ეს გამოცდილება გაითვალისწინონ ის რომ დროს წაფად გარბის და ერთჩვენიერ დღეს მათაც მოუწევთ ასე მოყოლა დღეს ეს პრობლემები საბანკო სექტორში კიდევ არსებობს